მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის სამზადისი დაიწყო თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით პირველი რეპეტიცია ჩატარდა. სამხედროების მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსამზადებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელიც წელსაც ტრადიციულად ჩატარდება როგორც აქ საქართველოს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილზე. აღნიშნული ღონისძიების ნახვა საქართველოს მოსახლეობას შეეძლება აქ ადგილიდან და ასევე პირდაპირ ეთერის საშუალებით. წელსაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოხდება სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოს აქტიური მონაწილეობა, გაეცნოს ტექნიკის დანიშნულებას და მის როლს საბრძოლო მოქმედებებში. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ფიცის დადების გარდა მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სპორტული, კულტურული და საბავშვო ღონისძიებები. საღამო კონცერტით დასრულდება. 17 საათსა და 10 წუთზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. აღნიშნული ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიას გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. აღნიშნული იქნება ასევე 12 რეგიონში, რაც უპრეცედენტო მასშტაბია და მოხდება 12 ეკლესია მონასტერთან, უძველეს 12 ეკლესია მონასტერთან. მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ გაიმართება გალა კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული პროგრამები ბავშვებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და 17 საათსა და 10 წუთზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ბანერები განთავსდა. შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ბანერები. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. მშვიდობიანი შეკრების დარბევა დანიაში და ევრობიუროკრატების დუმილი. მთავრობის მეთაურმა კოპენჰაგენში სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე და ევროპელი ბიუროკრატებისთვის მიწერილი ღია წერილის შესახებ ტელეეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ის ფაქტი, რომ დანიის ხელისუფლება და ევროპელი ბიუროკრატები ამ დრომდე ვერ ბედავენ ძალადობის დაგმობას, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ღირებულებით კრიზისზე, რაც დღეს ევროპულ სტრუქტურებში არსებობს. საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ პირველ რიგში რა ხდება სინამდვილეში, რა ხდება ევროპაში, რა ხდება ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და მთლიანად, რასაც ხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის მართლა ტრაგიკული, რაც არის ნამდვილად ძალიან სამწუხარო. ნახეთ ჩვენ ბრუტალური დარბევა, მშვიდობიანი შეკრების, აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი. რატომ ვერ ბედავენ? იმიტომ რომ მათთვის ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი ბჭყალებში მშვიდობიანი იყო ის შეკრებები. სინამდვილეში ჩვენ ვადევნებდით თვალს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამდეც ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს. ამას უწოდებდნენ მშვიდობიან შეკრებებს. აქაც ჩანს, რამდენად სამარცხვინოა მათი მდგომარეობა. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. და ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამართლის.
ჩვენ გვინდა ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. ევროპელი ბიუროკრატების მსგავსად დანიაში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე დუმს ოპოზიციაც ნაციონალური მოძრაობა ევროპაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას ვერ გმობს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ უცხო ქვეყნებიდან მართულ ოპოზიციას საკუთარი პატრონები ძალადობის დაგმობის ნებას არ აძლევენ. დანიას რო ვედრებით, მართლა სასაცილო არის, ტრაგიკომიკური სიტუაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სიტყვის თქმის უფლებაც კი არ აქვს. არ აქვს უფლება, რომ საკუთარი დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეთ. სულ ახლო წარსულში მაგალითად გვახსოვს, რომ უცხოეთიდან მიღებული პირდაპირი ტექსტი მათ ქართულად თარგმნილი წაიკითხეს ისე, რომ სიტყვა არ შეუცვლიათ, მძიმე და წერტილი სასვენისუნებიც არ გამოუცვლიათ. და ეხლა აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე როგორ შეიძლება, რომ დამოუკიდებელმა ერმა ხმა აიმაღლოს და ამერის წარმომადგენელმა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით აიმაღლოს და ელემენტარულად პასუხი მოითხოვოს, თუ რატომ არის დამოუკიდებლობა, რომ ერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა თურმე პრობლემას არ წარმოადგენს დანიაში, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან, რომლებიც საათების განმავლობაში ცდილობენ, რომ ადამიანები ცოცხლად დაეწვათ, გაენადგურებინათ კერძო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება, ჩამოეშალათ ეს ქვეყანა და ამაზე საპასუხო საპოლიციო და ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტებით შესაბამის საპოლიციო ღონისძიებები გამოეყენებათ, ეს არის დემოკრატიული უკუსლა. ამ ორმაგ სტანდარტებზე კი არა, უკვე უსტანდარტობაზე პასუხის მოთხოვნა თურმე ეს ყოფილა არაევროპული. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს კონკრეტული კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით. რა არის აქ გასაკვირი? აბა მარტო დირექტივებს უნდა დავემორჩილოთ და თუ კითხვა გაგუჩნდება, არ უნდა ვკითხოთ? აი, ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ მათ და ასე გამამცირებლად უყურებენ ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ ერს, ეს ბადებს შემდეგ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. აი ახლა 26 მაისის აქციაზე რო ჩავთვალეს, რატო ატარებთ ამ აქციასო, ერთ-ერთი პირველი რაც გამოკვეთეს, ჩვენ უცხოელებს უნდა დავანახოთ, რომ რაღაცა ძალა კიდევ გაგვაჩნიო. უცხოელებს კი არ უნდა დაანახოს, შენ ქართულ ხალხს უნდა დაანახოს, შენი სიმართლე რომ იმამ ხარი დაგიჭიროს. აი ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხი, არა ევრობიუროკრატია, არა გარე ფაქტორები, არა ვინმეს რეიტინგები, არამედ ქართველი ხალხი. გერმანიის ელჩის მორიგ არადიპლომატიურ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება პეტერ ფიშერი წერს, რომ საქართველომ საკუთარი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა ევროკავშირისგან მიმავალ საერთო გზიდან. აღნიშნულ განცხადებას შალვა პაპუაშვილი კონკრეტული არგუმენტებით უპირისპირდება და წერს, რომ საქართველო არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უკრაინის და მოლდოვის მერარჩეულ გზას დაადგეს. ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასეთ სივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე, როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა. აქეთკენ გვეკაჩებიან და ამას გვეუბნებიან. განვიხილოთ ტერიტორიები როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე. სწორედ ეს არის 21 საუკუნის დანაილთა წვენი. კოპენჰაგენში სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი წერილს აქვეყნებს. როგორც შათერიშვილი წერს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად საუბრობს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ევროკავშირშია. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებით მიდის. რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში განვითარებული არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ზოგადად დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებთან არის წინააღმდეგობაში. შათერიშვილი მიიჩნევს, რომ Deep State-ის რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ამიტომ მას არის, რომ დანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ დუმილი ისმის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას სრული სიმართლე დაანახოს.
ნამდვილად რაღაც დალპა დანიის სამეფოში, როგორც ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებისას, მეტიც რაღაც დალპა არა მხოლოდ დანიის სამეფოში, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, ამ სურათის სრულად დანახვა ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა. დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებას გულწრფელად ესაუბრება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირში ხდება, მათ შორის იმ მორალურ პრობლემებსა და დილემებზე თუ კრიზისებზე, რაც თავს ვეღარ მალავს. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ადამიანებისთვის, ძაღლების მისევაზე, ასევე იმ ღირებულებით უფსკულზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი და ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ნახევრად სიმართლე, სრული სიმართლე ვერ იქნება. როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? რატომ არის მის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე? თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ. საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომ და დიპ სტეითის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის სრული ფარსი აღმოჩნდა. მეტიც უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც დიპ სტეითის მიერ იმართება, ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს არც ერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია. არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დიპ სტეითის გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ბოლომდე არ მეუყვანია ფსევდოლიბერალური დღის წესრიგისა და LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. არა თუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად თავად იქცა ომის გამჩაღებლად. რა თქმა უნდა, ამ რიტორიკული კითხვების დასმა მრავლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი მხოლოდ და მხოლოდ დიდი თამაშის პატარა ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არახუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ზოგადად დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებთან არის წინააღმდეგობაში. ფაქტია ისიც, რომ დიპ სტეითის რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან, ევროპა დაუძლურებულია და საფუძველ შერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს. აშკარაა, რომ დიპ სტეიტს საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს, ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ. ამიტომაცაა, რომ დანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, დუმილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს, სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე ლპობის მძაფრი სუნი. ოპოზიციის აქტივისტებში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ გაშავებაში დაადანაშაულა. შესაბამისი კითხვით სანდერმა სასამართლო პროცესზე მოწმეს მიმართა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ნაციონალური მოძრაობა. სახელისუფლებო გუნდში კი აღნიშნავენ, რომ მართული ოპოზიცია და მათი აქტივისტები დავალებებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის გარედან იღებენ, თუმცა შიდა დაპირისპირების მიზეზი მათი პირადი ამბიციებია. მთლიანობაში ეს გაშავების მცდელობა იყო აშკარა. შენი აზრით, რა მოტივაციით დაიწყო ჩემი გაშავება ნანუკა ჟორჟოლიანმა, ასევე ელისო კილაძემ და პარტიულმა მიკერძოებულმა ხალხმა? უკავშირდებოდა თუ არა ჩემს დაპირისპირებას პირველ რიგში ზოდელავასთან?
შესაძლოა მორალურ შეფასებას არ მივცემ, უბრალოდ თავად მოტივი ცხადი იყო, რომ იყოს სურვილი გაშავების, იმიტომ რომ აბსოლუტურად ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს შავი პიარი და თავად მოტივი კონკრეტულად არ ვიცი, შემიძლია დავუშვა, რომ ასე იყო. არ ვერ გეტყვით, არ ხო და არ ვიცი, ვერ გეტყვით. ირაკ ღია წერილთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, არც არ ვიცი ხო. ვიცით რა რომ მათ ერთმანეთი ყველაზე რბილად რომ თქვათ რომ არ უყვართ, სხვადასხვა პირებს ერთმანეთი ნალანს გიყავთ უშვერი სიტყვებით მათ შორის, მაგრამ როგორც კი მიიღებენ ხოლმე დავალებებს გარედან, შემდეგ ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ეს ერთიანობა ბჭყალებში როგორმე შეასახონ ქართულ საზოგადოებას. ერთმანეთს შორის ბრალდებები შესაძლებელია რომ გაარჩიონ ან თავიანთ პირად სივრცეში, ან თუ კარამე კანონმდებლობას დაენახავენ, მიმართონ დამოუკიდებელ სასამართლოს და დამოუკიდებელი სასამართლო მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი ლანძღვისა, არაერთი მიზანმიმართული შეტევისა, სრულად დაიცავს მათ უფლებებს და შესაბამისად, ვინც არის მართალი, ვინც არის თხოვანი, გამოარჩევს და მიიღოს გადაწყვეტილებას. ისინი რა თქმა უნდა იმის გამო რომ რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და დავალებებს იქიდან იღებენ რომ ჩვენ დაგვიპირისპირდნენ, გასაგებია და გვიპირისპირდებიან. და მეტი არაფერი, იმიტომ რომ დავალება აქვს ასეთი. მაგრამ ეს შიდა ბრძოლა უკვე თავისი პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ბრძოლაა. აქ უფრო დაუნდობლები არიან ვიდრე ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ იმ მოედანზე ჩვენ არ ვთამაშობთ და დავალება აქვს და გვიპირისპირდებიან და იქ უკვე პირადი ამბებია, იქ უკვე პირადი ამბიციებია და იქ ბრძოლა გაცილებით დაუნდობელია. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასების შესახებ, რომლებიც საინფორმაციო პორტალზე აქტიურად განახლდება. პლატფორმის მიზანია მომხმარებლების ინფორმირებულობა ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციის სააგენტომ დაინიშნა ახალი პროექტი, აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელზეც უნდა განთავსდეს საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, ქსელებს ექნებათ ვალდებულება წარმოადგინონ ეს ყოველკვირეულად, შესაბამისად მომხმარებელი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული თუ რომელი ქსელს თავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს, აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის ძლიერებას თავად ქსელებს შორის. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ქმნის ახალ საინფორმაციო პორტალს, სადაც მოხდება საქართველოში მოქმედი მსხვილი ქსელების მიერ ორგანიზებული საუკეთესო შეთავაზებების განთავსება ერთიან სივრცეში. საუკეთესო შეთავაზებები შეეხება საბაზისო სასურსათო პროდუქციას, რომლის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდიან აღნიშნული ქსელები, აღნიშნულ პორტალს და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში განახლებადი საინფორმაციო პორტალი. მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა იქნა მომზადებული, რომელმაც სრულფასოვნად უნდა შეაფასა რიტეილ სექტორი, იდენტიფიცირება მოახდინა რიგი საკითხების და დაისახა როგორც მოკლევადიანი, ასევე ძელვადიანი და საშუალო მოკლევადიანი აქტივობები იმისთვის, რომ სექტორი გაჯანსაღდეს და სექტორში იყოს უფრო მეტი კონკურენცია. დამოუკიდებელი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია International Crisis Group-ის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ომის დაწყებისთანავე ამერიკამ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს ჩართვას სცადეს, თუმცა დღეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ევროპელებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. სტატიაში ასევე საუბარია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები ამერიკასთან და მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკის პირველმა ლედი მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში ერთად უკეთესი მომავლისთვის მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტი 24-25 მარტს გაიმართა. თამარ ბაგრატიონმა სამუშაო სესიის პარკლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს ან მონტანვონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით. ან მონტანოვმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგინა ბარტონი, რომელიც უახლოეს მომავალში მას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ პოზიციაზე შეცვლის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია ერჟან სადენოვს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი მასპინძლობს. ორი ქვეყნის მინისტრებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის. იმერეთის პოლიციამ განზრახ-მკვლელობის მცდელობის ფაქტიც ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიემალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაულით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლავე პირები, ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდ მტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის 1 კილოგრამამდე მეფედრონი, კეტამინი, MDMA, მეთადონი, ჰაშიში და მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე გვერდისავლით მისი მართვის ქვეშ მოყოფ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას თურქეთის რესპუბლიკაში. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულების მხილების მიზნით მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და დანაშაულებრივი განზრახვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს. სამართალდამცველებმა სარფის გამშვებ პუნქტზე შეჩერებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხა ნივთმტკიცება დამოიღეს. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალ დარღვევა ვიდეო ხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა. ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრის სამასალე მერქანი, რომელიც მაღალი გამოვლობის ავტოტრანსპორტის საშუალებით გადაჰქონდა. სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის გაძლიერება სატყეო რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მიზნით ჩვენ გეგმავთ დამატებით ტექნიკურ გადაიარაღებას. სამცხე-ჯავახეთში კონკრეტული სამართალდარღვევა გამოვლენილი იქნა ფოტოხაფანგის მეშვეობით. აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა სამართალდარღვევის ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს შესახებ მომზადდა ვიდეო რგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება. შანხაის გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნება გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაი 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოიწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კულტურის სამინისტრო წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით საქართველოს პავილიონში. აღსანიშნავია, რომ ქართული ფოლკლორის გარდა რისი პრეცედენტიც ადრეც არსებობდა, ამჯერად დამთვალიერებელს ვთავაზობთ
ქართული რეწვის ნიმუშებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს მუზეუმებისა და მათ ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ჩავატარებთ რეწვისა თუ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულმა სააგენტოებმა და პოტენციურმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლის წინ იცოდნენ, რომ გარდა მრავალფეროვანი ტურისტული აქტივობების, ქართული გასტრონომიის თუ ქართული ღვინისა, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ეზიარონ უძველეს, უმდიდრეს და უნიკალურ ქართულ კულტურას. 13 დღის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო ადგილზე საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე ჩვენთან ერთად 30 კერძო სექტორის წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, ახალ ხელშეკრულებებს იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვისებრივად შეცვლის ეს ღონისძიება საქართველოს ცნობადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ გვაქვს ასევე 25-ში 7 კაცზე მიღება, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს, სტუმართმასპინძლობის და ავიაციის ინდუსტრიიდან გავაცნობთ საქართველოს კულტურას, გასტრონომიას, მოუყვებით ჩვენი დიდი ისტორიის ქვეყნის შესახებ და დავპატიშებთ მათ საქართველოში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სამხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეერაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო უკლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების ჰუმანიტარული მიზნით შესაბამისი მონაცემების გაზიარებას. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი განსაკუთრებით ბოლო წლებში და ბოლო დღეებშიც კი წითელ ჯვართან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგებისა და იმ მნიშვნელოვნად გაზრდილი დინამიკის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთი ნათელი დადასტურება სამხრივი მემორანდუმის გაფორმება უპირველესად იმ მიზნით, რომ გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ეტაპობრივად გადაიბაროს ნიშნების სასამართლო სამედიცინო ამოცნობის პროცესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა ინსტიტუციებს შორის გავცვალოთ სენსიტიური მონაცემები, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეობით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ნიშნების მოძიებასა და შემდგომ ამოცნობას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესში 2014 წლიდან აქტიურად ჩაერთო ექსპერტის ეროვნული ბიუროც, რომელიც წარმოდგენილია ამ პროცესში ორი დეპარტამენტის სახით, ეს არის ბიოლოგიური დეპარტამენტი და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი. დღეს მდგომარეობით 334 პირის იდენტიფიკაცია მოხდა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. მადრიდში მიმდინარე წლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და წყლის სექტორის წამყვან კომპანიებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. დელეგაციას მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე ხელმძღვანელობს. შეხვედრები გაიმართა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე წამყვან ევროპულ კომპანიებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წყლის დანერგვის შემცირება და კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესპანურმა და ფრანგულმა კომპანიებმა საქართველოს წყლის სექტორის განვითარების გეგმების მიმართ ინტერესი გამოხატეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წყლის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, გვაქვს უახლოეს წლებში დაგეგმილი ძალიან საკმაოდ ამბიციური პროექტები და გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ამ პროექტების ეფექტურად წარმატებით განხორციელებისთვის მსგავსი კომპანიების გამოცდილებების მიღება. საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოითქვა ტექნოლოგიური განვითარების კუთხით და ფინანსების კუთხით, ასევე იყო გარკვეული კითხვები პარტნიორობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანიისთვის ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის და ასევე აღნიშნავ, რომ ჩვენ გეგმებსაც ეტყობა, რომ აქვს რეალიზების საშუალება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მიზანს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარება და კიუს საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში რეგიონული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა. ელჩი დეტალურად გაეცნო უნივერსიტეტის მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, კვლევით პრიორიტეტებსა და იმ უნიკალური შესაძლებლობებს, რაც უნივერსიტეტს აქვს. შეხვედრაზე ვრცლად იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გასვლითი პროგრამების ხელშეწყობას და მეზობელ ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით კონკრეტული გეგმების განხორციელებას. ვიზიტის ფარგლებში აშოტ მბატიანმა საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა ულტრათანამედროვე ევროპული სტანდარტის საუნივერსიტეტო კამპუსიც. გავაცანით მას ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე შინაარსობრივი ნაწილი, ასევე ჩვენი პროგრამული კომპონენტი. განხილული იქნა ჩვენი შესაძლო თანამშრომლობა რეგიონალურ ჭრილში, ეს არის აკადემიური სამეცნიერო პროგრამები, მათ შორის სტუდენტური გასვლითი პროგრამები და ერთობლივი სამეცნიერო ფუნდამენტური კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უნივერსიტეტია, დიდი ცნობადობით გამოირჩევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე და დიდი ღვაწლიც აქვს. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართულია გერმანული მხარე. უნივერსიტეტი არის ისეთი მნიშვნელოვანი ოჯახი, რომელიც არა მხოლოდ ასწავლის სტუდენტს, ქმნის ჩვენს ნათელ მომავალს. დიდი სიამოვნებით შევხვდები სტუდენტებს და თუ საშუალება მომეცემა სტუდენტებსაც ლექციას სიამოვნებით წაუკითხავ. თვლი რომ აქ მშობლიურ გარემოში ვარ, რადგან ჩემი სპეციალობა ფიზიკა, მათემატიკაა, ხოლო თქვენს უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებები ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 20 წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის თბილისსა და ქუთაისში 5 სარაგბო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები თბილისში, ავჭალასა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში აიას სარაგბო კომპლექსში შემავალ 3 სტადიონზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ შოთა ანდრეაძემ შევარდენის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და ობიექტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღენიშნება. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს. წმინდა სახარების მიხედვით მკვდრეთით აღდგომიდან მე-40 დღეს იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად გამოეცხადა და ელეონის იგივე ზეთისხილის მთაზე ამაღლდა. სრულიად საქართველოს მეულოცა ამ დღესასწაულ პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ, ესე მთლიანობას ვუსურვებ და რაც მთავარია რწმენაში გაძლიერებული იყოს ქართველი ერი. პატივი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი უწმინდესი და უნიტარესი შიო მამაი ჩვენში მობრძანდა. გილოცავთ და ულოცავ ყველას და რა ვიცი, რაღაცა აბსოლუტურად სხვა შეგრძნება და სხვა განწყობა, როცა პატრიარქს ესე ახლოდან ხედავ და ულოცავ სრულიად საქართველოს. ფარავდეს ამ დღის ჩვენ მთელ საქართველოს, მადლობა უფალს, რომ ესეთი ღირსეული მწყემსთავარი გამოგვირჩია, რომელიც ერს პირდაპირ ეუბნება რა არის საკეთებელი და ჩვენი ერთადერთი არის რაც უნდა გავითვალისწინოთ ის რასაც გვეუბნება ჩვენი უწმინდესი და ამ გზით ვიაროთ. გაერთიანებული, გამთიანებული, აყვავებულ საქართველოში დაგველოცოს ერთმანეთი. ჩვენი მეუფის, უწმინდესის აღსაყდრება ყოფილიყო საწინდარი საქართველოს გაერთიანების, გამთიანების. ეთერს ბიზნეს პოსტი გააგრძელებს ახალი ამბები კი 16 საათზე დაბრუნდება.